მე ვაგზავნი ჩემ ხალხს და რა მოგასმენია? გვარი შენ არ აქვს, ხატი შენ არ აქვს, გატო. მიცვალებული თქვენ არ აქვს, სათელი თქვენ არ აქვს, ეფესია თქვენ არ აქვს, სინაბრები თქვენ არ აქვს. ჩვენი აზროვნება. ამიტომ გეუბნებით. ჩვენ საწინააღმდეგოს ვერც ერთი ადამიანი ვერ მოისმენდა, იმიტომ ჩვენ არ ვქადაგებთ არავის. ამიტომ გეუბნებით, გამოიყვანეთ ეხლა დაშალეთ და აღარ შეიკრიბოთ აქა. მაგის უფლება არის თქვენ. მაქვს უფლება და გეუბნები მაქვს. მიდი, ეს უკეთესია ეს გააკეთეთ. ვინ ახარ, ვინ შე? გამაგებინე. ამაზე შევინახარ. ეს მოსიკულები არიან და რა უნდა ქნა? შვიდობიანად წადი, თუ რამე გავლენა გაქვს ამ ხალხს. გეუბნები, გამოიყვანეთ, გაიყვანეთ ეხლა ეს დაგეაქედაგას. სექტანტებმა იმავე რაიონის სამკერვალო ფაბრიკის კლუბში გადაინაცვლეს. გლდანის ეპარქიაში მალევე შეიტყვეს მათი ახალი ადგილსამყოფელი და წირვის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი მკაცრი მხილებისათვის კვლავ ტვრის წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა.
შემადგენლობი თუნდაც ჩვენ ავიხსოვით ეს სიტუაცია იქნებოდა დღეს. სხვა დროს შიშვლები ცეკვავენ და მე მაპატიად ერთმანეთს დაერევიან და რა ხდება ვერ გაარკვევენ. და ესენი დღეს გამოვიყვანეთ კლუბიდან და გავუშვით სახლებში და ეხლა აქეთ იქით არიან და ამას გავწმენდა ხორთავი ქუჩის საუცილებლად დღეს. მადლობა ღმერთს, რომ ნაძალადევის პოლიცია მამა პაპათა ქრისტიანული რჯულის დამცველი აღმოჩნდა და მართლმადიდებელი მრევლის მხარე დაიჭირა. ჭეშმარიტ რწმენას გზასაცდენილი 200-მდე ცრუ მორწმუნე გამოყვანილი იქნა დარბაზიდან. Gracias.